კაპუცინელთა ორდენი ერთ-ერთი უძველესი იყო ევროპული რელიგიური ინსტიტუციებიდან, რაც საქართველოში დამკვიდრდა საკმაოდ მძიმე დროს და ფაქტობრივად მათ თავის თავზე აიღეს ისტორიული, კულტურულ საგანმანათლებლო ფუნქციები რელიგიისა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა. განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა კაპუცინელთა ორდენმა მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და სწორედ ამ კულტურულ საგანმანათლებლო პოლიტიკის გამო ისინი 1845 წლის 2 იანვარს რუსეთის იმპერიამ საქართველოდან გააძევა. ეს იყო მართლაც ძალიან ესეთი ტრაგიკული ფაქტი. ჯერ სათითაოდ ყველა კაპუცინელი პადრეს წინააღმდეგ შეთხზეს საქმეები, სასამართლოში უჩიოდნენ მათ და შემდეგ აი ამ სასამართლო საქმეების საფუძველზე ისინი როგორც რუსეთის იმპერიისთვის, გოვერნორ-რუსოსთვის საშიშები გააძევეს. ეხლა ბუნებრივია დაისმის კი ხო რატომ აღიზიანებდა მაინდა-მაინც კაპუცინელები ასე რუსეთის იმპერიას. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ის, რომ კაპუცინელები იყვნენ ერეკლე მეფესთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირები და ბოლოს სამი კაპუცინელი პადრე იყო ერეკლეს და საქართველოს უკანასკნელი დესპანი ევროპის მეფეების, ევროპელი სუვერენების და ევროპის უმაღლესი სასულიერო პირის რომის პაპის კარზე. 1791 წლიდან ერეკლემ ზედიზედ სამი კაპუცინელი პადრე გააგზავნა ვენეციის მეფის, სარდინიის მეფის, ავსტრიის იმპერატორის ჯუზეპე მეორეს და რომის პაპის წინაშე, თუმცა სამივე ტრაგიკულად და მოულოდნელად დაიღუპა გზაში ერთმანეთის მიყოლებით და რაც მეორე დაიკარგა ის წერილები, ერეკლეს წერილები, რაც მათ მიჰქონდათ. ახლა ამ ტრაგიკული მოვლენის დეტალებს საგულდაგულოდ ვსწავლობთ, ვიკვლევთ ქართულ-ევროპული წყაროების მიხედვით და აშკარა ხდება, რომ აი ამ ტრაგიკულ მოვლენაში ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად იყო ჩართული გოვერნორ-რუსო, რუსეთის იმპერია, რომელმაც კაპუცინელებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება დასდო ბრავად საქართველოში, ანუ რუსეთის ოფიციალური რელიგიის საწინააღმდეგო ქმედება. ამას გარდა კაპუცინელები იყვნენ ქართულენოვანი ლიტურგიის ყველაზე ისეთი, ასე ვთქვათ, სისტემატიზატორები. მე-19 საუკუნიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ქართულენოვანი ტექსტები, ლიტურგიაში გამოსაყენებელი ტექსტები, ეს არის სწორედ კაპუცინელების ქადაგებები და ლექსიკონები. მათი მართლაც ისეთი უცნაური, ძალიან თითქოს კათოლიკეებისთვის, ამ უნივერსალური ენობრივი ფენომენის მაღიარებელი კათოლიკეებისთვის უცნაურად დამკვიდრდა ეს ლიტურგია საქართველოში, მაშინვე ქართულად თეათინელ პადრე ავიტაბილეს, რომის პაპმა დართოვთ უფლება, რომ ლიტურგია ყოფილიყო ქართულ ენაზე და სწორედ კაპუცინელებმა დაამუშავეს ძველი ქართული თარგმანები, ბიბლიის ძველი ქართული თარგმანები, სპეციალური კომისია შეიქმნა ამისთვის რომში და მათ აღიარეს ეს ლიტურგია როგორც წმინდა, შეურყვნელი, ერესისგან თავისუფალი. ამის გამოცის მიუღებელი იყო გოვერნორ-რუსოსთვის, რუსეთის იმპერიისთვის და სხვათა შორის ისინი ებრძოდნენ არა კათოლიკურ ლიტურგიას საქართველოში, არამედ ქართულენოვან კათოლიკურ ლიტურგიას, იმიტომ რომ სომხურენოვანი литургия, მაგალითად ნებადართული იყვნენ რუსულენოვანი კათოლიკური литургия, ხო? У нас около 10 тысяч человек братьев в более 100 странах мира. В Грузии мы присутствовали более 200 лет, до 1845 года. И 2 года назад один из священников из Грузии приехал в Рим, и был разговор такой непринужденный о том, чтобы мы вернулись. После этого был обмен корреспонденцией между епископом и генералом ордена капуцинов, и вот сейчас они приехали. Харизма, то есть цель, это особенная черта этого нашего ордена, это быть ближе людей. И наш генерал говорит, мы идем туда, куда никто не хочет идти. Первые братья, которые приехали в Грузию, они по дороге, многие из них погибли. Также те, которые здесь присутствовали, жили, они тоже получали, были преследованы и получали у них было много трудностей. Но они были близко людей, и братья радовались тому, что они вместе с людьми. Есть такое свидетельство, что когда
они уехали, братья капуцины уехали из Грузии, то люди, когда пришли, то церковь была фактически закрыта, потому что не было кому служить пасхальную литургию.